მშობელთა სკოლა. გამარჯობათ, ეთერშია მშობელთა სკოლა. ეხლა 15 საათი და 10 წუთია, 4 შაბათი, 2 დეკემბერი და როგორც ყოველთვის ამ დროს ეთერშია მშობელთა სკოლა, თქვენთვის მშობლებო. გვისმენთ ეხლა თქვენ რადიო ტალღაზე FM 102.4 და შეგიძლიათ გვიყუროთ ინტერნეტით საიტზე radio 1.g. დაგვირეკეთ თქვენი შეკითხვები ტელეფონებზე 240 91 92 და 240 92 92. როგორ მეტყველებს ბავშვი? ახდენს თუ არა გავლენას ბგერების წარმოთქმის დარღვევები ენის გრამატიკულ და ლექსიკურ განვითარებაზე, ბავშვის კომუნიკაციურ შესაძლებლობებზე. მენტალური ჯანმრთელობის თერაპევტები ანკა შამათავა და თიკო ანთიძე დღეს მოგცემენ პრაქტიკულ რჩევებს ბავშვის მეტყველების გამოსასწორებლად და გვასწავლიან იმ წესებსაც, თუ როგორ უნდა შევამჩნიოთ, როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენი ბავშვის მეტყველება ასაკის მიხედვით გარკვეულ ეტაპებზე. გამარჯობათ. მეტყველების დროს ბგერების წარმოთქმის სხვადასხვა დარღვევები უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფონემატური პროცესების ჩამოყალიბებაზე, ენის გრამატიკული და ლექსიკური სისტემის განვითარებაზე. ეს ყველაფერი მე ინტერნეტიდან ამოვიკითხე, თორე ისე როგორც ბებია, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ რომ ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს. მშობლებმა შეიძლება ხანდახან ეს ცოტა ზედაპირულად აღიქვან, მაგრამ აი ბებიები განსაკუთრებით ზრუნავთ ხოლმე და ვხილავთ ამაზე. და ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ ახდენს კომუნიკაციურ ურთიერთობებზეც ამაზე თქვენ კარგად და უფრო დაწვრილებით აგვიხსნით ამას, იმიტომ რომ ბავშვი თავ შებოჭილად გზნობს ბავშვი ყველაფერს, იმას რაც ჩვენ მგონია რომ არ განიცდის, მაგრამ განიცდიან და ამიტომ ლოგოპედების მუშაობისაც ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი საკითხები მუშაობის დროს დიდი ამოცანაა და მოდით იმისთვის, რომ ჩვენმა მშობლებმა შეძლონ სწორად შეაფასონ თავის ბავშვის მეტყველების განვითარება, ზოგადად მაინც მოკლედ შევეხოთ მეტყველების განვითარების ასაკობრივ ნორმებს დაბადებიდან მივყვეთ რაღაც გარკვეულ ეტაპამდე, სადაც მშობლებს განსაკუთრებით აღელვებს, როდის დაიწყებს ბავშვი მეტყველებას და არა როგორ დაიწყებს მეტყველებას. ცოტა შორიდან დავიწყებ ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, რომ კომუნიკაციაზე ახდენს შემდგომში უკვე ბავშვის ბგერითი პრობლემები. ესე იგი დაბადებიდან 2 თვემდე ეს არის ვოკალიზაციების პერიოდი, რეფლექსური ვოკალიზაციების პერიოდი, როდესაც მიკროფონი თუ შეიძლება ხო? როდესაც ბავშვის ესე იგი ძირითადი ხმების გამოცემა არის რეფლექსური ხასიათის, იქნება ეს თქვა ტირილი, რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი კომუნიკაციის საშუალება. ასევე ხველა, რაღაცა სხვადასხვა ვეგეტატიური ხმები, კრუსუნი და ასე შემდეგ. ეს 2 თვემდე რაც ყველაზე აღსანიშნავია. და უნდა იყოს აუცილებლად, არა? მაგალითად მშობლები ამბობენ, რომ ურჩევნია თუ ბავშვი არის მშვიდად წყნარად ჩუმა და დედაც წყნარად არის, მაგრამ ამასაც თავისი ისა აქვს არა, ალბათ ნორმა. რა თქმა უნდა, იმიტომ ყველა მოთხოვნილებას ბავშვი პრინციპში ტირილით გამოხატავს, სხვა მას არც საშუალება აქვს იმ პერიოდში და მისი ტირილი ყოველთვის მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას რაღაცა სჭირდება იმ წუთას. 4 თვიდან უკვე იწყება ესეთი ღუღუნის პერიოდი, რაც ძირითადად გამოიხატება ყელისმიერი ბგერებით, ღუღუნებენ აღუ, რაღაც მსგავს ბგერებს გამოსცემენ. უბრალოდ მათი ეს ბგერითი რეპერტუარი შეზღუდულია, იმიტომ რომ მათი ბიოლოგიურად თქვათ ეს ორალური სივრცე პატარაა და ნაკლები ბგერების გამოცემის. და გარდა ამისა ბავშვი ხომ სწავლობს ამ დროს, რომ აი ამ ხმაზე როდესაც ტირს, გამოცდილებას იძენს და მიიღებს დედისგან საჭმელს, თუ მუცელის ტკივა გარკვეულ ხმაზე იტირებს და მას მიეფერებიან, დაუთმობენ მუცელს ან რაღაც საშუალებებს მიმართავენ და ისიც ამას სწავლობს, რომ აი ამ ხმაზე თუ იტირებს და უკვე დედასა და ბავშვს შორის რაღაც ურთიერთობა ყალიბდება რა. 3 თვისთვის ეს მოწესრიგებულია ხოლმე ძირითადად. შემდეგ უკვე 4 თვიდან 6 თვემდე ეს არის მათთვის ვოკალური, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების პერიოდი. ისინი სხვადასხვა ხმებს გამოსცემენ და სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა ტემბრით, რაღაცა ესეთი თამაშივით არის ვოკალური. შემდეგ უკვე იწყება 6 თვიდან აი რაღაცა ბგერების გამოცემა. პირველი აი გააზრებულად როდის იწყება? გააზრებულად უკვე სადღაც 10 თვიდან, რაც არის ასე ეწოდება ჟარგონის პერიოდი, როდესაც ეს ტიტინი გადადის უკვე პირველი სიტყვების მიმსგავსებაში და თქვათ ხშირად მანამდე უკვე შემთხვევითია ეს ყველაფერი, რაც გამოუვა პირიდან. მაგრამ უნდა გამოსდიოდეს რა?
მაგალითად პირველი ყველაზე ისეთი თავის განვითარებით პირველი ბგერები არის մ ն ბ ბპ რომლებიც ხშირად ამბობენ მამა პაპა პაპა ჩვენ რო გვიხარია რო გონია რომ ჩვენ გვეძახეს შემთხვევაში მშობლებს ინტერპრეტაციას ვახდენთ ამ ყველაფრის და გონია რომ აი უკვე დამიძახა და რა მაგრამ ну რა თქმა უნდა მაგრამ უნდა აკეთებდეს ამას აუცილებლად და იწყებენ შემდგომ უკვე პირველი სიტყვები მოდის და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე წინაზეც ვისაუბრეთ რომ 6 წლის 5-6 წლისთვის ანუ წინასასკოლო პერიოდისთვის ყველა ბგერა უკვე თავისი წარმოთქმით უნდა იქნეს სრულად ჩამოყალიბებული ისევე როგორც რა თქმა უნდა მეტყველება და ლექსიკური მარაგი ანუ როდესაც ჩვენ წინა გადაცემაში ამაზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც მოდის გავუსვათ ხაზი, როდის არის შეშფოთების საფუძველი, რომ ბავშვი უკვე აგვიანებს საუბრის ლაპარაკის დაწყებას. იცით რა, ძალიან ხშირად მშობლები ველოდებიან, მაგალითად 3 წლამდეც, რაც არ არის სწორი პრინციპში, იმიტომ რომ წლინახევრის წლის და 2 თვის ბავშვები უკვე 20 სიტყვამდე ამბობენ და იყენებენ, თქვათ ამას წლინახევრის ასაკში. შეიძლება ეს არ იყოს ზუსტად წარმოთქმული სიტყვა ამ პერიოდში, მაგრამ მნიშვნელობა არის ხომ ეს ზუსტი მარტივ გამოყენების საგნებია ეს ძირითადად თქვა ჭიქა, ბოთლი, რაღაცა დათვი, რაც მათვის ნაცნობის საგნებია. 2 წლინახევრის ასაკში არის ესეთი ლექსიკური აფეთქებასავი თქვია ამას, ოდესაც ბავშვი ყოველ კვირა თითქმის 20 ახალ სიტყვას სწავლობს, შეიძლება არ წარმოთქვამდეს, მაგრამ იგებს აუცილებლად. ანუ აღქმით უფრო მეტი საქმე შეუძლია, ვიდრე თვითონ წარმოება. ამიტომ 3 წლისთვის უკვე ძალიან დიდი ნაწილი არის ჩამოყალიბებული. წინადადებებს უნდა ამბობდეს, დამთავრებულას და გამოთქვამდეს. წინადადებებს. ამოვიკითხე ინტერნეტში რა თქმა უნდა, მეტყველების დეფექტის მიხედვით თურმე გამოყოფენ არტიკულაციურ და ფონოლოგიურ დარღვევებს, ხომ? აი აგვიხსენეთ თუ შეიძლება რა არის ეს და რაში გამოიხატება ეს? ეს იგი რომ მივყვეთ თავიდან ფონოლოგიური დარღვევები მიეკუთვნება, დიახ, თიკო. ფონოლოგიური დარღვევები მიეკუთვნება ენის დარღვევებს, ანუ ენის სტრუქტურა, ბგერების აღქმა, მათი გადამუშავება, სხვადასხვა манипуляციების ჩატარება და ყველა ასაკში ფონოლოგიურ აღქმას და გადამუშავების თავისი მოთხოვნები აქვს. რაც შეეხება არტიკულაციურ დარღვევებს, არტიკულაციურ დარღვევები უკვე ეკუთვნის მეტყველების დარღვევებს, რაშიც შედის ენა, კბილები, ტუჩები, ლოყები და მათ შორის საარტიკულაციო აპარატის და ორგანოების კოორდინირებული მუშაობა. და მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ფონოლოგიური მაგალითები, ან ფონოლოგიური დარღვევის დროს შეგვიძლია შეგხვდეს იზოლირებულად ბავშვი ამბობს ბგერას გასწორედ და უშუალოდ გ ბგერას გასუფთად ამბობს, თუმცა შეიძლება რაღაცა ბგერასთან ერთად სიტყვაში ეს უჭირდეს, შეიძლება ამოაგდოს, გადაანაცვლოს, ან სხვა რაიმე მარტივი ბგერით ჩაანაცვლოს. ეს ფონოლოგია. ხოლო როდესაც გვაქვს არტიკულაციური დარღვევები, ამ შემთხვევაში ბავშვს სრულიად უჭირს კერძო ბგერის წარმოთქმა. მაგალითად, გ ბგერას ვერ იტყვის ვერც სიტყვის დასაწყისში, ვერც სიტყვის შუაში და ვერც სიტყვის ბოლოში. ამიტომ ამ დროს მუშაობას ვიწყებთ თვითონ ამ ბგერის გასწორებით და მერე შემდეგ ნელ-ნელა ეტაპობრივად მოყვება. არტიკულაციური დარღვევების დროს პრობლემა გვაქვს ძირითადად კუნთებში, ყბაში, თანკბილვაში და ნელ-ნელა ამ ყველაფერში, რაც სამეტყველო ორგანოების ერთმანეთთან კოორდინაციას განაპირობებს. უფრო ხშირად რომელი ბგერების გამოთქმა აი ფონოლოგიურ დარღვევამ ბრძანეთ თქვენ უჭირთ ხოლმე ბავშვებს? ანუ ფონოლოგიაში შეიძლება დაუშვათ იზოლირებულად ამბობდეს რაიმე ბგერას, თუმცა მე სიტყვაში ხშირად რომელია რომელი ასოები მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ დაუშვათ გოგოს ამბობდეს, გ-ასოს თქმა უჭირდეს, თუმცა სიტყვა გოგოში ვერ ამბობდეს, ჩაანაცვლოს იგი д-ასოთი და თქვას დოდო გოგოს მაგრად, თუნდაც გო და შემდეგ მეორე ბგერა ამოაგდოს და მეორე ბგერა ჩაანაცვლოს და გამოვიდეს გოდო ან მსგავსი დამახინჯება რასაც ვეძახით ხოლმე. და ეს დროებითია თუ რაღაც ასაკამდე, როგორც ბგერების განვითარებით, რომ წავიდეთ 5-6 წლის ასაკში ყველა სახის ბგერა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც რ, ლ და ყველანაირი ქართულში არსებული რთული ბგერები. 5 წლის ასაკში ყველა ბგერა უნდა იყოს გამართული. თუ ამ ასაკში და ამ წლამდე ეს ყველაფერი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ ბავშვის საუბარს, შეიძლება რაღაცა სიტყვებში არასწორად გამოთქვამდეს, თუმცა რაღაც სიტყვებში და გარშემომყოფები და უცხოები ამას აღიქვავდნენ ჩვეულებრივად და ნელ-ნელა
ნელ-ნელა გამოსწორდეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არის 3 წლის, 4 წლის ბავშვი და სრულიად გაუგებარი არის მისი მეტყველება, ანუ ყველაფერი ერთადერთთვის გადანაცვლება, ჩანაცვლება შეიძლება გამოთქმაც უჭირდეს და სრულიად გაუგებარი იყოს, ანუ მაგრამ სხვისი ნათქვამი ესმის, უბრალოდ თვითონ ვერაფერს. ეს არის უბრალოდ ექსპრესია გამოთქმის ამ ყველაფრის კოორდინირებულად გამოთქმის ამბავი. თორე აღქმით შეიძლება ბევრი რაღაცა ესმოდეს, აგიყვავდეს ჩვენს ინსტრუქციებს, მოყვებოდეს ჩვეულებრივად. მე მინდოდა შემეკითხოთ, მინდა გკითხოთ თქვენ მიზეზები, რა შეიძლება ამ დარღვევების არტიკულაციური და ფონოლოგიური დარღვევების მიზეზი რა იყოს? აი მაგალითად მშობელი, როდესაც ეტიტინება ბავშვს, ის რომ ამბობს არასწორად და თვითონ სიყვარულით მშობელიც ასე ელაპარაკება, აი შეიძლება ეს მიბაძვის გამო მოხდეს ასეთი დარღვევა? იცით, იმიტომ რომ ბავშვები რითი იწყებენ ლაპარაკს მიბაძვით არა? თავიდან თვეების როცა არის ბავშვი ვაკეთებთ ბავშვის ხმის ინტერპრეტაციასა და ამით ისწავლობენ ბავშვოდის შეიძლება ანუ იტიროს რაღაცა მოგთხოვს და ასე შემდეგ. თუმცა რაღაცა ასაკში 2 წლის 3 წლის ასაკში როცა ბავშვი რაიმეს ამახინჯებს და ჩვენ მშობლები ვიმეორებთ იგივეს დამახინჯებლად ამ შემთხვევაში ბავშვს დამახინჯებული სიტყვა უკვე ორჯერ ესმის თავისი ნათქვამი და უკვე მშობლის ნათქვამი. ეს უკვე არასწორი არის რაღაცა ასაკში ანუ 1 წლის უკვე 2 წლის როდესაც უკვე ბავშვი გამართულად საუბარს იწყებს აქ უკვე უნდა შევწყვიტოთ ეს ენამოჩლებით საუბარი ის დამახინჯება საყვარლად გვეჩვენებოდეს, თუმცა ნელ-ნელა ეს ყველაფერი მე გადადის და ჩვევაში და უკვე მე რთული ხდება და მართლა დარღვევასთან და სირთულესთან გვაქვს საქმე. აი 2 წლის ასაკამდე, წლინახევრის ასაკამდე, როცა სანამ ბავშვი დაიწყებს სიტყვებს, გაუმრავლდება ლექსიკური მარაკი, იქ უნდა შეწყვეტს ეს საუბარი და შემდეგ უკვე გამართულად. საერთოდაც რა საჭიროა? მე ვფიქრობ. მიზეზი, ესე იგი მიზეზი აი ამ არტიკულაციური და ფონოლოგიური დარღვევისა, აი კონკრეტულად რა შეიძლება იყოს? მაგალითად შეიძლება იყოს კუნთის სისუსტე, ან თქვათ რომელი კუნთის? თქვათ პირის ღრუსთან ზომით შედარებით უფრო დიდი. ანუ არტიკულაციასთანაც არის დაკავშირებული ის აპარატი, ხო? მაგალითად რბგერის წარმოებას აუცილებლად ჭირდება, რომ ენის წვერი და წინა ნაწილი აიწიოს ზემოთ, ხო? თუმცა პატარა ლაგამი ძალიან გაგვიჭირდება, რომ ეს ლაგამი სად არის, მაინც მშობელმა რო იცოდეს, აი თვითონ შეუძლია ჩახედოს პირში. ენას ვერ წევს ბავშვი არა, როგორ არის? ენის ქვეშ, ენას ოდესაც ააწევინებს ბავშვს, იქ ესე იგი ასე ვთქვათ, ენის ძირი მიბმული არის კბილის ქვედა ნაწილთან, ეს არის ენის ლაგამი ქვედა. ანუ ენის წვერი და კბილების წვერი არა, ცოტა ოდნავ ენის შუა ნაწილიდან იწყება და ქვედა ნაწილს ეპყრება. რითიც არის ენი მაგრებული. ძალიან თხელი ციფრიფანა კანის ცოვილი ალბათ, ხო? და ეს ვთქვათ, ენაც ვერ მოძრაობს. ეხლა ენა რო არ მოძრაობს, შესაბამისად, ისე როგორც უნდა მოძრაობდეს თავისუფლად, იმენის კუნთსაც ხო შეიძლება რა განვითარება? კუნთით შესაბამისად იქნება შესუსტებული, ძალიან ისეთი პროცესი ერთმანეთთან გადაჯაჭვული და როგორც კი ერთი პატარა ნაწილი გამოეთიშება, ან ვთქვათ, ნაკლებად განვითარებულია, რა თქმა უნდა, რომ მთელ სისტემას ექმნება გარკვეული პრობლემები. აი, წავიკითხე, რომ დიდი პატარა ენა არ შემხვედრია რაღაც თუ მე არ ვიცი, მაგრამ დიდი ენა და პატარა ენა არსებობს ასეთი, ხო? კი, ანუ ზომით დიდი, ანუ განვითარების ხშირად ყოფილა შეხვევა, თავის პირის ღრუსთან შედარებით, ცოტა დიდი ენა არის ხოლმე და როდესაც ბავშვი ვითარდება ფიზიოლოგიურად, ეს ყბაც ნელ-ნელა იზრდება და შემდეგ უკვე ნორმაში დგება ეს ყველაფერი. ანუ ესეთ შემთხვევებით არსებობს. ესე იგი, ეს პროგენია რა არის? პროგნაცია. რა არის? რო ვიცოდეთ ეს ტერმინები მოწეული ყბა, ზომაზე მეტად, თქვენ წინ გამოწეული ქვედა ყბა. ეს გენეტიკურია თუ შეიძლება არასწორი თანკბილების მიზეზით მოხდეს? ორივე შემთხვევა შეიძლება იყოს. და უშლის ხშირად ბგერების წარმოებას ხელს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შესაძლოა კბილები არ არის დახურული იმ ბგერებს, რომლებსაც დახურული თანკბილი ვაჭერდებათ, იმას შეუშლის ხელს წინ წამოწეული. და შემიჩნევია პირიქით შეწეული ქვედა ყბაც და პირიქით ზედა ყბა. აი არასწორი თანკბილვა როდესაც არის, მე ამაზე მინდა გითხოთ, მაგრამ მსმენელია ეთერში, მოდით უპასუხოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ ამ თემაზე. გისმენთ? ალო? ალო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. სალამი. გამარჯობა. იცით რა, ბავშვი არის 8 წლის. სრულყოფილად ვერ გამოთქვას თანხმოვნებს. აი შეს, ჩეს, წეს, ძეს. აი ესეთი ბავშვი უნდა ვატაროთ ლოგოპედთან თუ მეტყველების პედაგოგთან, ჯერ რა განსხვავებაა მათ შორის და თუ თვითონ გამოუსწორდება მეტყველება თუ როგორ? კარგი, გაგცემთ და მეორე შეკითხვაც შევიწეროთ, გისმენთ? ალო? ალო? გამარჯობათ.
გამარჯობათ, მოგესალმებით, ძალიან საჭირო და აქტუალური გადაცემაა, მადლობა ამისათვის. შეკითხვა ისეთი მაქვს, დაახლოებით იგივე რაც წინა რესპონდენტისგან იყო. შვილიშვილები მყავს 5 წლის და 3 წლის. უფროსი ღრს გამოთქმა უჭირს ძრივში ზახის, წვალობს უკვე, ცოტა გამომუჯობეს და მაგრამ გამოთქმით ღრს ვერ ამბობს. უმცროსი ვერ ამბობს კს, მაგალითად კაკალის მაგივრად ზახის ტატანი. ეხლა შეიძლება სახში ვავარჯიშოთ თუ ლოგოპედია საჭირო? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დავიწყოთ ესე იგი 8 წლის გოგონა თანხმოვნებს და თან ჩამოთვალა მგონი, რაღაც მშვინავი თანხმოვნები ჩამოთვალა რა მგონი? კი. რაც დაასახელა მსმენელს უბრალოდ არ ვიცი, ანუ ამას შეფასება ჭირდება, ერთი თქმით ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე რაიმე დარღვევაზე ან რაიმე სირთულეზე კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა რაც ჩამოთვალა, ეს გვერები არის სისინა და შიშინა ბგერების დარღვევა, გამოთქმის დარღვევა და ამას ეძახიან სიგმატიზმს. ამ შემთხვევაში ვასწავლით ბავშვს ხშირად სწორ არტიკულაციას, ანუ როგორ გამოითქვა სწორი ბგერები. დაუშვათ s-ს წარმოთქმის დროს რა პოზიციაში უნდა იყოს ჩვენი საარტიკულაციო ორგანოები. ამას ასწავლით თქვენ აი იმითი რომ აჩვენებთ თუ რამე კიდე ვარჯიშები გაქვთ ან რაღაც ჩემი მშვენიერი ლედი მახსოვს პირში ბურთებს უწყობდნენ რაღაცებს და ისე ალაპარაკებდნენ. აი რა ვარჯიშებს უტარებთ ხოლმე? არის საარტიკულაციო ვარჯიშები, ან თუნდაც ამ ენის, ყბის, ტუჩების მოტორიკის ეს ცალკეული. კიდევ არის რომ ვიზუალურად ვაჩვენებთ თუ როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, როგორი არის სწორი ფორმა, როგორც რა მდგომარეობაში უნდა იყოს ყბა, კბილები, ენა, ტუჩები, რომ გამოვთქვათ კონკრეტული ბგერები. ამ ყველაფრის შემდეგ ან ჩვეულებრივი დასვენებულ მდგომარეობაში როგორ უნდა გქონდეს მივყვებით ნორმიდან და ნელ-ნელა რა სირთულეებით გამოვლინდება თვითონ თერაპიის პროცესში, შემდეგ იმაზე ვაგრძელებთ კონკრეტულად მუშაობას. პრინციპში გამოდის რომ თქვენ კუნთების გავარჯიშებას ახერხებთ არა, მაგრამ ხო შეიძლება ეს იყოს ნევროლოგიური პრობლემაც? იცით რა, გაცნობიერებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან ხშირად ბგერა ავტომატურად არასწორად გამოითქმება და როგორც კი ბავშვი ან თქვათ მოზრდილი გააცნობიერებს, აი ზუსტად რა უნდა ქნას, მაგალითად. და ამაზე ვარჯიშობს ძალიან ხშირად ეს თვითონაც ხვდებიან, რომ თურმე როგორი მარტივი ყოფილა. ამიტომ თქვათ აუცილებელია ის გააცნობიეროს, აი ზუსტად რა კეთდება, როდის უკვე რაღაც ტიპი. ესე იგი მაშინ აი მეორე ძალიან ბევრი მეთოდით ვაკეთებთ თან თამაშის სახით, თვითონ ბავშვი ნახობს აუცილებლად ძალიან კარგია, როდესაც ეხები და ეუბნები, ანუ კი არა ეუბნები, რომ ენა მიადე კბილების უკან. ცოტა ხანდახან რთული წარმოსადგენია, უნდა ან თავის თითით აჩვენო რა არის, აბა ზუსტად კბილების უკან სად უნდა მივიდო ენა, რომელი ენის ნაწილი და ასე შემდეგ. აი ჩვენზეც ვაჩვენებთ თავის თავზე და სარკეში მაგალითი დაკარგა. აი თქვენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ქვია რა თქვენს ორგანიზაციას და აქ აი ესეთ ბავშვებს, რომლებიც მე დაუბრუნდები კიდე ჩვენ შეკითხვებს, მე მინდა უბრალოდ ჩავატიო კიდე ერთი შეკითხვა. როდესაც მოდის თქვენთან ასეთი პრობლემებით ბავშვი, იქ ნევროპათოლოგის ინჯავს, შეიძლება იყოს ნევროლოგიური მიზეზით, რაიმე დაავადების მიზეზით. ანუ ყავთ ნევროლოგიც და საჭიროა თუ არა აქ ნევროლოგის ჩართვა? ძირითადად ჩვენთან მაინც უკვე ან თქვათ რაღაცა თუ არის დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში უკვე დიაგნოზით მოდიან და ვიცით კონკრეტული რაღაც თუ თქვათ ესეთი მარტო მხოლოდ მეტყველების დარღვევა გულისხმობაგან არტიკულაციას ან ფონოლოგიას სხვა პრობლემები ბავშვს არ აქვს მაგალითად კომუნიკაციაში ან სწავლაში ან თქვათ რაიმე დეფექტი სხვა დეფექტი ცუდი სიტყვა რაიმე თქვათ სხვა ორგანული დაზიანება ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ თქვათ არ საჭიროებას არ მაგრამ ნევროლოგი თქვენთან არის. ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. ანუ იქამდე ხვდებიან ჯერ ანუ გადიან კონსულტაციას, რა სჭირდებათ, რა ჩივილები აქვს და იმის შემდეგ ხვდებიან ჩვენთან იმის მიხედვით თუ რა ესაჭიროება, რა არის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ბავშვისთვის, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი თუ სხვა რაიმე სერვისი დამატება. ეხლა ჩვენ მიზეზებზე ვსაუბრობთ, რა შეიძლება იყოს ფონოლოგიური და არტიკულაციური დარღვევების მიზეზი და კბილების არასწორი თანკბილვაც და ეს თქვით უკვე, მაგრამ აი ზოგს აქვს მგლის ხახა, ან ცოტა რაღაც პათოლოგიები არსებობს პირში, პირის ღრუში, რომელიც ალბათ დადებით პასუხს მივიღებ, მაგრამ მაინც გაუსვათ ხაზი, ამას ვახსენოთ. კი, როგორ არის ძალიან ბევრია, კურდღლის ტუჩი ახსენეთ თქვენ, როდესაც სასას პრობლემა აქვს, თქვათ რაღაც ან ძალიან მაღალია, არტიკულაციის დროსაც, რა თქმა უნდა, ან თქვათ არ არის კარგად დაკეტილი ცხვირის ღრუსკენ მიმავალი გზა, სადაც თქვათ ჰაერმა უნდა გაიაროს და ზოგიერთი ბგერა აუცილებლად უნდა წავიდეს ჰაერით, ან ცხვირის ღრუსში, ან თქვათ პირის ღრუში, ხო? და როდესაც სირთულეები არის, თქვათ, აი
რბილისას არის მაგალითად ისე კარგად არ არის განვითარებული, საკმაოდ თუ სირთულეებს ვიღებთ ხოლმე ბგერების წარმოქმნისას. მუშაობაც უკვე ამ კითხვით იმ კუნთების გასამაგრებლად თქვათ, რომელი ორგანოც უშლის ხელს ამ არტიკულაციას. მე სხვათაშორის შემიმჩნევია, რომ არიან ძალიან საყვარელი პუტკუნა ტუჩებით ბავშვები და აი მათ უჭირთ მეტყველება. ამას შეიძლება ტუჩების ბრალი იყოს? აი სხვილი ტუჩები რო აქვს ძალიან ფუნქციონალური. სისქეზე არ არის დამოკიდებული, ან თუ რაიმე გამოთქმა უჭირს, შეიძლება იყოს ტუჩების კუნთების ტონუსი, უბრალოდ ვერ ამოძრავებდეს სწორად, ან მაღალი, ან დაბალი, ამ ეს შეიძლება იყოს ამის ზომა, ზოგს გამოკიდებული ტუჩი არ გრძნობელობა ნაკლები აქვს. კი, ამ შემთხვევაში გრძნობელობა აქვს ნაკლები და ამიტომ უფრო უჭირთ მათი კონტროლი, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ ხდება, თორე ის რომ დავუშვათ ტუჩების ზომას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ძალიან დიდი ტუჩი იყოს, ძალიან ზომაზე პატარა ტუჩი იყოს, თუმცა კუნთები იმდენად კოორდინირებულია, რომ არ უნდა გამოკლე ტუჩიც, რომელიც ასევე ალბათ უკვე დეფექტში შეიძლება ჩავთვალოთ, არა? ნუ გააჩნია ხა სიმახინჯე შეიძლება არ არის, მაგრამ ვერ ამოძრავებს იმ. ნუ რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც თქვა კუნთურ მოძრაობას ხელს უშლის მეტყველებასაც ხელს. აი საინტერესოა ეს ყველაფერი დაკავშირებული არის თუ არა სმენასთან. აი მე ვლაპარაკობ ყურის სმენასთან. ფონოლოგიურ და ანუ რო წავიდეთ დიაგნოზების მიხედვით, თუ ბავშვი მოდის სმენით, ანუ აქვს სმენის დარღვევები, მაშინ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია მას ქონდეს ფონოლოგიურ დარღვევები. მე თუ კარგად არ მესმის, შესაბამისად მე ბგერების აღქმაც, ჩამოთვლაც, გამოთქმაც ყველაფერი გამიჭირდება. ხოლო თუ გვაქვს შეხება და საქმე მხოლოდ ფონოლოგიურ დარღვევასა, მაშინ ამ შემთხვევაში სმენის დარღვევა უნდა გამოვრიცხოთ. ამ შემთხვევაში შემოწმებული უნდა იყოს სმენა და სმენა 100%-ზე უნდა იყოს, რომ დარწმუნებული ვიყოთ. იმიტომ რომ სმენის თანხლები დარღვევა შესაძლებელია იყოს ფონოლოგიური, თუმცა ფონოლოგიურის თანხლების სმენა გამორიცხულია რო. ანუ თქვენ მუშაობთ ასეთ შემთხვევაში, არა? თუ კი ბავშვს ყონა ან ოპერაცია გაუკეთდა ყურზე სმენა აღუდგა და მე გამიგონია ხშირად რაღაც სხვანაირ ბგერებს თითქოს გამიმეთმეტყველებენ, შესაძლებელია ამაზე მუშაობა და გამოსწორება? მიახლოებით მაინც გააჩნია. ვისაც თქვა აღუდგინის გააჩნია სმენის დაქვეითების, რა თქმა უნდა, ხარისხს. და პროცენტობას თუ აი რა პროცენტით ესმის ბავშვს აი ეს და თუ არ ესმის, მაგრამ ამაზეც შესაძლებელია, რომ ტუჩებით აი ხედველობით მიბაძვით ბავშვს განუვითარდეს რაღაც დონეზე მეტყველება, რომელსაც არ აქვს სმენა. რაღაცა მაინც აქვთ ხოლმე, რაღაცა ბგერებს მაინც გამოთქვამენ, ეს ცოტა რთული არის, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრ რაღაცას უნდა დააკვირდეს, შეიძლება ვთქვათ ძალიან ძიმე არის სმენის დარღვევა, იქ არ ვიცით როგორ ამდენად წამოვა ბავშვი მეტყველებაზე და მაგრამ უნდა ვეცადოთ, რა თქმა უნდა, რა. ალტერნატიული გზა შესთავაზოთ, ვთქვათ როგორ მოახერხოთ. ორი ზარი გვაქვს უპასუხოთ ამ ზარს და შემდეგ აუცილებლად ფონემატურ სმენაზე მინდა შეგეკითხოთ. გისმენთ? ორი ზარია ჩავიწეროთ, დიახ. მოგესალმებით, გენცვალე. ბავშვი არის 12 წლის. ბავშვობაში გადაიტანა რთული ინფექცია. მოძრაობა შეეზღუდა. დღეს მოძრაობასაც სიარულზე არაფერი ეთყობა, მხოლოდ საუბრის დროს ებმის ენა, სიტყვებს ანაწევრებს. აი მაინტერესებს, გარდა ნევროპათოლოგისა, ხომ არ არის საჭირო ჩვენი ბავშვი მეტყველების პედაგოგთან ვატაროთ? კი ბატონო, გიპასუხებთ და მეორე შეკითხვა თუ შეიძლება. გისმენთ? ალო? დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. ბავშვი 5 წლის არის, ჩლიფინებს. მის დედას და ბებიასაც მსგავსი პრობლემები აქვს, თუ გენეტიკურია. რა შეიძლება რომ იყოს ჩლიფინის მიზეზი და როგორ უნდა მოიქცე რომ შემდეგ თაობას კიდევ ეს თუ გენეტიკურია? კი ბატონო, გიპასუხეთ. ესე იგი პირველი 12 წლის გადაუტანია ბავშვობაში ინფექცია, დღეს მოძრაობაზე არაფერი, ალბათ ნეიროინფექცია რა. ალბათ და მოძრაობაზე არაფერი არ ემჩნევა, მაგრამ ებმისო ენა ანაწევრებს სიტყვებს. ხო, რა ვიცი, ალბათ უნდა დავაზუსტოთ ენის დაბმა ნიშნავს ენაბორძიგს თუ არის თქვა წყვეტილი საუბარი. აი ანაწევრებს თქვა. წყვეტილი, ხო, იმიტომ რომ ენის დაბმა ხო ვიცით რომ უფრო გამეორებებს ან თქვა რაღაცა გაწევს. გერას რო ბობობასე იმეორება. გერის გამეორება. ეს ანაწევრებს სიტყვებს. ანაწევრებს. ანუ მარცვლავს ეთყობა სიტყვებს, არა? არ ვიცი, ეს თავის ტრავმის შედეგად იქნება უფრო ცენტრალური მეტყველების დარღვევა. მაგრამ საკითხავია ისიც არის ეს მეტყველების დარღვევა თუ ენისაც, ანუ ესე ცოტა რთული არის შორიდან პასუხის ანუ მოტორულ დონეზე არის მეტყველების შესაბამისად არის ენის გაგების ან თქვათ ექსპრესულად ენის
ანუ გონებასთან არის დაკავშირებული, ხო არ არის ბავშვი რამდენად აღიქვავს ამ ყველაფერს, ანუ ყველაფერი კარგად ესმის თავის ასაკთან შესაბამისია ეს ყველაფერი, თუ უბრალოდ მოტორულ დონეზე აი ამ ყველაფრის გამოთქმა უჭირს და უბრალოდ ანაწევრებს, აი არ შეუძლია ტემპს მიყვეს და ჩვეულებრივად გაკეთოს. თუ არაო, ხო? საჭიროა თუ არა პედაგოგის ჩართვა, ასე იკითხა. ალბათ კონსულტაცია რო გაიარონ, სასურველი იქნება, უფრო გამოირკვევა, რომ რა როგორ და რა სახის იქნება ეს ერთჯერადად ყველაფრის თქმა მაინც დნელი არის. ამიტომ კონსულტაციაზე შესაბამის სპეციალისტი ალბათ აკვალიანებს რა და როგორ არის, თუ რა სახის სიკვდილი. ვიდრე შემდეგ 5 წლის გოგონაზე უპასუხებდეთ ზარი გვაქვს რაიონიდან, გისმენთ? გისმენთ ბატონო. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. იგი თუ შეიძლება გაგვიმართოს თქვენ სტუმარმა რა დაავადება მგლის ხახა და როგორ შეიძლება გქონალო? კარგით, ვეცდებით რომ ამაზეც გიპასუხოთ. და კიდევ ერთი ზარი. ისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. იცით რა, გოგონა არის 11 წლის და ამ ბოლო ხანებში მოყოლის დროს დაიწყო ზოგ უფროსი ასაკისასაც აქვს ხოლმე. მე კიდე იტყვის და შეიძლება ამის გამოსწორება შორისდებულებით. თუ როგორ უნდა ვქნა? კარგით, ვეცდებით გიპასუხოთ. კარგით, გთხოვთ რომ იყოთ რადიო მიღებებთან, ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ, დავიწყოთ 5 წლის გოგონად შლიფინებს და გენეტიკურია ოჯახში აქვს ეს პრობლემა. შეიძლება ეს იყოს გენეტიკური? ალბათ, რადგან აღნიშნა ქალბატონმა რომ დედასაც და ბებიასაც აქვს, სავარაუდოდ ეს არის გენეტიკური და თუ ოჯახის ჩვევის მიხედვით ხა რატო უნდა იყოს გენეტიკური მეტყველების პრობლემა? აი, შეიძლება იმიტომ რომ თქვა ორგანულად რომელიღაცა საარტიკულაციო აპარატის რომელიღაცა ნაწილი არ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა. ან ოჯახში აქვს რაღაც გენეტიკურად წინწამოწეული ყბა, ამას გულისხმობთ? არ შეიძლება წინწამოწეული ყბა არ იყოს და ვიზუალურად ესე არც არაფერი ეტყობოდეს ადამიანს. უბრალოდ როგორც აღნიშნეთ უკვე, იმდენად კომპლექსური ეს არის ძალიან ბევრი პატარა კომპონენტისგან შემდგარი კომპლექსური პროცესი, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ არასდროს ესე შორიდან არ უყურებთ დეტალებში და უყურებთ მთლიან პროცესს და ამ დროს აქ ძალიან ბევრი კუნთის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ჯერ მარტო ენის აწევას და იმას იმდენი კუნთი მოძრაობს ამ დროს ძალიან რთულია ესე ვთქვათ ერთი იმით თქმა რომ ეს იქნება ენის კუნთი ესე რთულია და ამ დროს აუცილებლად დაათვალიეროს. ანუ ამ ქალბატონმა იკითხა კიდევაც საჭიროა თუ არა პედაგოგი. თუია რომ ინახოს ვთქვათ აქვს თუ არა რაიმე ორალური მოტორული პრობლემა თუ ვთქვათ რაღაცა. ანუ ნუ დაველოდებით თავისით გაივლის ეს და მოწესრიგდება თუ არა ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენად ხელს უშლის ბავშვს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად მას აწუხებს, რამდენად გასაგები არის მისი მეტყველება გარშემოყოფისთვის. თუ ჩვეულებრივად ესმის შეიძლება ნელ-ნელა გადავიდეს და თავისით გაქრეს და ყველაფერი დარეგულირდეს. თუმცა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მას უშლის ბაღში, სკოლაში, უფროსებთან ურთიერთობაში და კომუნიკაციას ამით ვერ ამყარებს, მაშინ აუცილებელი არის სპეციალისტს მიმართონ და იმის მიხედვით რეკომენდაციები გაითვალისწინონ. იმიტომ გვეკითხებიან საჭიროა თუ არა ამ შემთხვევაში მიმართვა სპეციალისტად, არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ამაზე ამის შესახებ ინფორმაცია. ბავშვთა პოლიკლინიკებში რომ არის ლოგოპედის კაბინეტი, მე მგონი ყველგან არის, ხო? და მეტყველების თერაპევტი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფასიანია ეს თუ იცით. გეტყვით სამწუხაროდ ამაზე ინფორმაცია. ნუ ყოველ შემთხვევაში მშობელს შეუძლია დაარეკოს დაწესებულებაში, ან თვითონ ახლა ოჯახის ექიმი, ბავშვის პედიატრი, ყველა უფასოა და ის მაინც შეაყენებს საქმის კურსში, იმიტომ რომ ზოგს არ აქვს ამის გადახდის საშუალება და ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, თვითონ შეუძლია მშობელსაც ალბათ ისწავლოს ახაც გარკვეული მარტივი ვარჯიშები, თუ მივა ერთხელ მაინც. იცით, ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციებს ვაძლევთ მშობლებთან, რითი იხელმძღვანელო, რა გააკეთონ. კონსულტაციები არასდროს არ არის ისეთი, რომ დაუსვა დიაგნოზი თქვათ ეს ჭირს. ჩვენ ყოველთვის ურჩევთ, რომ საითკენ წავიდნენ, საიდან დაიწყონ, მარტივიდან რთულისაკენ, რომ ნელ-ნელა მუშაობაში არ შემოიფარგლება, სახლშიც გრძელდება მუშაობა. კი, ანუ ჩვენ დავალებებს აძლევთ. კი, ჩვენთან 1 საათი მუშაობა არაფერს არ იზავს და არ იქნება ნაყოფიერი თუ მშობლების და ოჯახის მხრიდან ჩართულობა არ იქნა. ჩვენ 1 საათში ვაჩვენებთ მშობლებს საითკენ წავიდნენ, როგორ უნდა მოხერხდეს ეს ყველაფერი და შემდეგ იგივე რო გააგრძელონ, იგივე უფრო შედეგი უფრო მალე იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო იწელება, უფრო შედეგს უფრო ნაკლებად ვღებულობთ და ასე შეკითხვა იყო რა დაავადებაა მგლის ხახაო? გლის ხახა ეს არის თანდაყოლილი დეფექტია, ხო? ნაპრალი არის, არა, თანდაყოლილი არის, კი, თანდაყოლილი არის, ასევე კურდღლის ტუჩიც. ხშირად შერწყმულია.
ეს წარმოადგენს გაყოფილი, რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ, სახის წინა კურდღის ტუჩი არის, ოდესაც ნაპრალია ზედა ტუჩი. არ არის შეხორცებული გახსნილი. აი იმ გაყოლებაზე რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ, სასაც გახსნილია. აქ ალბათ და გაერთიანებულია კი, აქ გოგონა 11 წლის შორისდებულებით ადრე არაო, ეხლა დაიწყო შორისდებულებს იხმარს აი ესეთ რაღაცა. ხო არ აჩქარებენ მშობლები ამას, ამაჩქარ ამოყევი და რაღაც ანერვიულებენ ბავშვს. ეს შემთხვევებით, როდესაც თქვათ ლექსიკური მარაგის შევსების მიზნით მოყოლის დროს იგებს. ეხლა ჩვენც როდესაც მეტყველებთ, როდის ხმარობთ ამ გერებს. იმისთვის რომ მოვიფიქროთ, დრო გავწელო. ანუ პაუზებს ავსებს. ანუ ცოტა აზრს ვერ ვამთავრებ და გვინდა რომ დრო გავიყვანოთ ამ ჩქარობ და ამ დროს პაუზები არის, შორისდებულები პაუზები თავიდან არიდების მიზნით უბრალოდ რომ რაღაცნაირად დრო გავიყვანოთ, რომ შემდეგ რაღაცნაირად ჩვენი აზრი დავასრულოთ. ანუ ცელქავს ბავშვი. რა გავაკეთოთ? მიუშვათ თუ შეუსწოროთ გააცნობიეროს უნდა თუ არა ბავშვმა ეს ყველაფერი თუ ჯობია ისევ დავეხმაროთ რომ არც მიხვდეს რომ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ეს უკვე ისეთი ასაკი არის რომ ამას აქ ძალიან ადვილი არის და თვითონ ანუ ცნობიერად ბავშვმა თვითონ თუ არ გაანალიზა ჩვენი გარშემო ის რომ არ დავაჩქაროთ გარემო რო შეუქმნათ ისეთი ამ პრობლემას ვერ აღმოფხრის. სამომავლოდ უნდა შეუქმნათ თვითონ გაანალიზოს ბავშვმა პრობლემა თავისი დამოკიდებულება შეექმნას ამ პრობლემის მიმართ და ნელ-ნელა თვითონ მოინდომოს, იმიტომ რომ ჩვენი თავის მონდომების გარშე ნებისმიერ სხვა საკითხშიც ეს ხდება. კი, ასე რომ თვითონ ჩაერთვება თავის მეში უფრო ეფექტური იქნება ვიდრე გარემო შეუქმნათ. და ზოგჯერ კიდე მე შემიმჩნევია რაღაც მეტყველების გარკვეული მანერა მოდაშია ხოლმე და ისე მეტყველებენ ბავშვები. შეიძლება იქ სკოლაში, კლასში იყოს ასეთი გარემო, პატარა მეტიჩერა გოგოები რაღაცას ვიპრანჭებიან რაღაც. შეიძლება რაღაცას უნდა დააკვირდეს ამ დროს მშობელი. ხო არ აქვს ბავშვს რაიმე სტრესი, ან ხო არ გამოიწვია რაღაცამ ეს. შეიძლება ნერვიულობს, ხო? და ამიტომ აკეთებს, რომ არ შეამჩნიონ, რომ არ იცის რაღაცა. რაღაცა თვით შეფასების პრობლემა შეიძლება გქონდეს, რომ ეხლა მას როგორ მოუყვები. არის ეს მარტო მოყოლის დროს, თქვათ, რაიმე სასკოლომის თუ ჩვეულებრივ თავისუფალ საუბარში. ბევრი რაღაცა არის, რასაც მშობელიც უნდა და დაკურებული და მშობელი ზოგჯერ თვითონ გადაწყვეტს ხოლმე სხვათა შორის პრობლემას და გამოსავალსაც იპოვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს იკითხონ ფსიქოლოგთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია იკითხო და დამშვიდდე და მიიღო ვარყოფით პასუხი, ვიდრე ძალიან გვიანი იყოს და აი მინდოდა აუცილებლად მეკითხა თქვენთვის რა არის ფონემატური სმენა, იმიტომ რომ მე რომ ამოვიკითხე ეს ფონემატური სმენა რატომღაც დაუყავშირე ყურსს, მაგრამ ზარია კიდევ, მაგრამ არ ყოფილა ეს ხომ პირდაპირ სმენასთან დაკავშირებული ორი ზარია. მოდი ვუპასუხოთ ამ ორ ზარსაც და შემდეგ უკვე მხოლოდ ჩვენ გავაგრძელოთ სტუდიაში საუბარი, გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. უკაცრავად იყო ამის წინ გადაცემა თამარ მურუსიძესთან ყავდა სტუმარი. რაღაცა აი დავადება ვერ გავიგე რა ქვია და რა შეიძლება იმისი, რომ აი ბავშვობიდან დაწყებული ადამიანი კარგად სწავლობს, ყველაფერი ჭკვიანია, ყველაფერი, მაგრამ კითხვით ვერ კითხულობს კარგად. და რაღაცა დავადება თქვა ის რომ ჩვენ ქონდა მე მგონი ეს ალბათ წინა გადაცემაში გუსმენთ. ვერ კითხულობს და რა არის ეს? კი ბატონო და მეორე შეკითხვა თუ შეიძლება? მეორე კითხვა არის? გისმენთ? გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით? გამარჯობათ. გამარჯობათ. შეიძლება მაინტერესებდა ესეთი საკითხი. შეიძლება თუ არა რომ შიშის ნიადაგზე ბავშვს გაუჩნდეს და უშოთ ისე ენერგიურჯიკი დაეწყოს და თუ კი ეს შესაძლებელია მაშინ შეიძლება უკონალოს ნეიროპათოლოგმა თუ ლოგოპედმა, აი მეტყველების მასწავლებელმა. გაინტერესებს ზოპათში შეეშინდა ბავშვს ცხოველი და იმის შემდეგ გვაქვს ესეთი პრობლემა. მადლობთ, კარგი შეკითხვისთვის. რამდენი წლის არის ბავშვი უკაცრავად? ბატონო? რამდენი წლის არის ბავშვი? 5-ის. კარგით, მადლობა. ესე იგი, ბავშვობიდანვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვერ კითხულობსო და გქონდა ჩვენ ამაზე წინა გადაცემაში საუბარი, ალბათ ჩვენ მოგვისმინეს, მოდით კიდევ ერთხელ წერაკითხვის პრობლემები, რა თქმა უნდა, ძირითადად სკოლის ასაკში ვლინდება და ამიტომ ყოველთვის 6-7 ასაკში ხვდებით ხოლმე ამას. აღსანიშნავი საკითხავი არის უბრალოდ ის ბავშვი, თქვათ, მხოლოდ წერაკითხვის დროს
მხოლოდ წერა-კითხვა უჭირს თუ თქვა სხვა საქმიანობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის მაგალითად დისლექსიის შემთხვევაში მათი ყურადღება, ესე იგი აღქმის ყურადღება იფანტება მხოლოდ კითხვის და წერის დროს და სხვა საქმიანობებში, მაგალითად იმაში, რაც ბავშვს ძალიან უყვარს და კარგად გამოდის, შეუძლია საათობით აკეთოს და ძალიან ყურადღება ძალიან ნაყოფიერად. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ეს მხოლოდ აკადემიური მოსწრების უნარებს ეხება თუ სხვა მის ყოველდღიურ საქმიანობებსაც. ანუ დისლექსია შესაძლებელია იყოს თუ თქვა ოჯახში ვინმეს ქონია კიდევ წერა-კითხვის პრობლემა, შეიძლება იყოს დისლექსია. თუ არა, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ კითხვის სირთულე, რომელიც ხშირი და მე ამოვიკითხე სხვათა შორის რომ ლეონარდო და ვინჩის დისნეი ნიუტონი ესენი სულყალანი დისლექსია ჰქონდათ, ანუ ცუდად კითხულობდნენ და მე ცუდად მეტყველებდნენ, მგონი კიდე წერდნენ, დიახ, ცუდად წერდნენ და ცუდად კითხულობდნენ, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან წარმატებული არიან. მაგრამ ჩვენ ვეცადოთ თქვენ მუშაობთ ამ პრობლემაზე? დიახ. ანუ შესაძლებელია რომ მშობელმა წყნარად მიიყვანოს. თუ ეს არის დისლექსია, ძალიან ხშირად არის რომ არ არის ეს დისლექსია, მაგრამ არის კითხვის სირთულე, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ის ფონოლოგიური ჩვენას ეს ეხა ვერ მოვასწრებთ ალბათ ამაზე საუბარს, მაგრამ ეს ფონოლოგიური უნარები, ანუ ბგერების მაგალითად გაერთიანება უჭირდეს ბავშვს და ამიტომ ტოვებდეს. ესეც დასაკვირვებელია, რას ნიშნავს ცუდი კითხვა, ვთქვათ, მილა კითხულობს, გაუგებრად კითხულობს, ტოვებს ბგერებს თუ რა, ასე რომ ეს ცუდა. და ეხლა შიშის ნიადაგზე ბორძიკი 5 წელს ასაკში ზოოპარკში შეაშინა ცხოველმა. თან თავისუფლად შეიძლება შიშის ნიადაგზე დაგვეწყოს ენა ბორძიკი. საინტერესო არის გენეტიკური ფაქტორი ამ დროს რამდენად მოქმედებს. შესაძლებელია წინასწარ რაღაც მზაობა ქონდა ბავშვს, ან მამას, ან დედას, ან ბაბუას იქამდე ქონდა და რაიმე სტრესის ფონზე მას დაეწყო ეს ენა ბორძიკი. ანუ იმათაც ქონდათ ბორძიკი? შესაძლებელი, ანუ გენეტიკური ფაქტორის ამ შემთხვევაში, არსებობის შემთხვევაში ძალიან თავისუფლად შეგვიძლია ეს ვთქვათ. თუმცა სტრესის ფონზეც ძალიან ადვილი არის, რომ დაიწყოს ენა ბორძიკი, რაიმე განეს არის პირობა, რის შემდეგაც წება ეს ენა ბორძიკი. და უშველი რამდენი წელი არის რა თქვა 5 წლის. ამ დროს ლოგოპედებიც მუშაობენ, ენისა და მეტყველების თერაპევტებიც მუშაობენ ამაზე. ამ დროს ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ ბავშვის თვითკონტროლზე, თვითონ დამოკიდებულება. დამამშვიდებელი საშუალებები რაღაც ნერვულ სტრესთან არის ხო დაკავშირებული, არა? თვით მედიკამენტების გამოყენება ძალიან ნაკლებად იშვიათ შემთხვევებში თუ მიმართოთ, ანუ ჩვენი პრეროგატივა ეგ არ არის მაინც რომ ჩვენ დავნიშნოთ თვითონ, თუმცა ის რომ თერაპიაზე რომ ეს გამოსწორდეს და ჩვეულებრივად საუბარი განაგრძოს და თავისი კონტროლი ისწავლოს, ამაზე თერაპევტები მუშაობენ. ეხლა მე დავშვი ეს შეკითხვა, ფონემატური სმენა რა არის თქო და მე რადგან სმენა დავაკავშირე ყურთან, მაგრამ არ ყოფილა ასე. ფონემატური სმენა არის ესე მარტივად რომ განვიმარტოთ ადამიანის უნარი, რომ სამეტყველო ბგერები აღიქვას. და მათზე ჩაატაროს. ანუ ეს ყურით კი არა, არამედ ყურში შესული ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ბგერები, რომელიც ყურში შედის, გადამუშავდეს და მე მივხვდე, რომ მე ახლა გავიგე ბგერა B. მე რაც არ უნდა კარგი სმენა მქონდეს, თუ მე ვერ აღვიქვი ეს ბგერები რეალურად. ანუ თავის თვითონ არის დაკავშირებული ეს ფონემატური სმენა, რომელიც არის სწორედ ეს ბგერების აღქმა, მათი განსხვავების დანახვა, იმის დანახვა მაგალითად, რომ ერთი და იგივე აბგერაზე მაგალითად ბ-ზე იწყება სიტყვა ბურთიც და სიტყვა ბალიც. აი ესეთი რაც აუცილებელი უნარი, რაც ფონოლოგიური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ეს უკვე თავის თვითონ კი არის დაკავშირებული. როგორ მუშაობთ თქვენ ამ დროს ამის განვითარება შესაძლებელია? იცით რა ფონემატურ სმენაზე მუშაობთ ჩვენ საერთოდ ფონოლოგიური დარღვევის დროს ძალიან დიდი ესე ფონოლოგიური ცნობიერებაზე მუშაობთ ერთი სიტყვით რაც ნიშნავს იმას რომ ანუ ძალიან ბევრი პატარ-პატარა უნარები მაგალითად ის რომ ბავშვს შეეძლოს სიტყვის ბგერებად დაშლა, მარცვლებად დაშლა, მათი შეერთება ეს ყველაფერი ისევე როგორც ვთქვათ მოიცავს ფონემატურ სმენას, ასევე უკავშირდება ფონოლოგიას. ამიტომ ამაზე მუშაობთ ძალიან როგორც ვთქვათ საფეხურეობრივად ვიწყებთ დიდი ობიექტების, ანუ წინადადების აღქმით, მაგალითად შეიძლება ჩამოვდივართ სიტყვებს, გააჩნია იმის მიხედვით რა შეუძლია ბავშვს და ვთქვათ რომელ ეტაპზე იმყოფება ეს და ეს ფონემები, ანუ ბოლო საფეხური ყველაზე რთული არის თითოეული ბგერის აღქმა. ყოველთვის უფრო მარტივია სიტყვის აღქმა, შემდეგ უფრო მარტივია ვთქვათ დაშლილი მას აღქმა, ვიდრე და ბოლო
ასე ვთქვათ, ყველაზე რთული საფეხური არის ფონემებზე მუშაობა. ამ გერებზე რაც შედის ჩვენ ენაში, ფონემებში იგულისხმება ესენი. ანუ საკმაოდ სერიოზული და რა შემთხვევაში არის ხოლმე ეს ფონემატური სმენის დარღვევა, რა მიზეზი რა შეიძლება იყოს ეს? იცით რა, როგორც ესეთი ცალკე ფონემატური სმენის დარღვევა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ფონოლოგიურ დარღვევაში უკვე აუცილებლად მოიაზრება ის, რომ ფონოლოგიური პროცესები უნდა განვითარდეს და ერთ-ერთი არის აქედან ფონემატური სმენა. ერთ-ერთი უნარიანი ფონოლოგიური გარჩევითობის ერთ-ერთი მთავარი უნარი არის ფონემატური სმენა. ანუ ბავშვმა მაგალითად ის მიხვდეს, საიდან მოდის ხმა, თქვა, საიდან მოდის. აი პირველ კლასში, როდესაც მიდის ბავშვი და იწყება სწორედ ასეთ კითხვას იქ დამარცხულია გემ. აი ამ დროს რა პრობლემას დაინახავს დედა? რომ მიხვდეს რომ ამბავს აქვს თქვა და ესეთი ფონემატური სმენის დარღვევა. რას ვერ გააკეთებს ბავშვი კითხვის დროს? იცით რა, ეს სკოლა მაგასაც ხო თავის ეტაპები აქვს რაღაცა, თქვა თავიდან იწყებენ, დედაენაში ძალიან კარგად არის ეს, იწყებენ თქვა გემი, მერე გემი, ზუსტად ამ პრინციპით იწყებენ, პრინციპში ჯერ სწავლობენ რაღაცა. მაგიტო არის ესე დამარცხულია რა? კი, იდეალურად. სიტყვების ასეთი თანამიმდევრობით არის კიდევაც მოცემული ჯერ. და ბოლო არის უკვე ცალ-ცალკე გერევა, დიახ. ჯერ არის მთლიანი სიტყვა, შემდეგ მარცვალი და ბოლოს არის თითო-თითო ასო. და თუ კი ბავშვი რამ თუ ბავშვს არ შეუძლია და თითო-თითო ასო, რომ აი შევეკითხოთ, დავთქვით G, E, M, I. და რომ გითხოთ, აი რა წავიკითხეთ და მან ვერ აღიქვას რა წავიკითხეთ ეს და ვერ დაგვისახელოს სიტყვა. რაზეა? სინთეზი უფრო შეერთება უფრო გვიანდელი პროცესია, თავიდან დაშლა უფრო უნდა შეეძლოს. ვთქვათ გემი, რო ეტყვი მთლიან სიტყვას, უნდა შეეძლოს კითხვას გემი. იმიტომ რომ გემის შეერთება უფრო გვიან მოდის და უფრო რთულია, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ბგერების კიდევ უფრო რთულია. ცალკე რო ეტყვი, რომ G, E, M, I რა სიტყვა, ეს უფრო გვიან უნდა გითხრას, ვიდრე ვთქვათ დაშლა. ეს მადლობა იაკობ გოგიბაშვილს რა. ნამდვილად გადასარევი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დრო ამოიწურა. და მინდა შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, რომ დღეს კონსულტაციას გვიწევდნენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტები ანკა შამათავა და თიკო ანთიძე და გვასწავლეს კიდევ ერთხელ რამდენად ყურადღებიანი უნდა იყოს მშობელი. გადაცემას მალენა მახარაძე უძღვებოდა პირდაპირ ეთერში, ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე, რედაქტორი ფატი თევდორაშვილი.